გაუმარჯოს, მოგესალმებით, როგორ ახართ? იმედია კარგად ხართ, იმედია ხოლმე ხართ. ამ ვიდეოში თავს დიდხანს არ მოგაწყენთ, უბრალოდ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ FPS-ზე. ანუ რას ნიშნავს 24 FPS-ი, რას ნიშნავს 30 FPS-ი და რას ნიშნავს 60 FPS-ი. თავი ჰოლივუდში მგონია მარტივი მიზეზის გამო, რომ ახლა სამი კამერა გვიღებს და სამივეს აქვს სხვადასხვა FPS-ი. ანუ ერთი კამერა 24 FPS-ში გვიღებს, ერთი კამერა 30 FPS-ში გვიღებს და ერთი კამერაც 60 FPS-ში გვიღებს. ნუ მაქსიმალურად ვეცადე რომ ფოკალები მიახლოებული ყოფილიყო ერთმანეთთან, ანუ ლინზის ზომა, მაგრამ ნუ რაც არის ეს არის რა. ნუ პირველ რიგში მოდი ვნახოთ თუ შეატყობ შენ განსხვავებას 24 FPS-ა, 60 FPS-ა და 30 FPS შორის. ნუ ამისთვის გვჭირდება motion blurry და აი ჩემ ხელს გამოვიყენებ ამისთვის და მითხარი დამიწერე კომენტარებში არის თუ არა განსხვავება. 24 FPS-ი ითვლება როგორც cinematic FPS-ი, 30 FPS-ი თუ არ ვცდები, უფრო TV შოუებისთვის არის, ანუ სერიალებისთვის არის უფრო. 60 და ზევით უკვე არის უფრო სპორტისთვის და სწრაფი fast actions რო ეძახიან, ამისთვის არის 60 FPS-ი. რა თქმა უნდა, ამ FPS-ებს თან აქვს თავისი shadow speed-ი. რას გულისხმობ ამაში? ნუ თუ იღებ 24 FPS-ით, შენი shadow speed-ი, ანუ გადაღების სიჩქარე უნდა იყოს 2 იმდენი, რამდენიც FPS-ია. მაგალითისთვის, თუ ვიღებთ 24 FPS-ში, ჩვენი shadow speed-ი უნდა იყოს 48, ნუ ყველა კამერაზე არ გვაქვს 48, ასე რომ 50, 1.50. თუ ვიღებთ 30 FPS-ით, შენი shadow speed-ი უნდა იყოს 1.60. თუ ვიღებთ 60 FPS-ში, შენი shadow speed-ი უნდა იყოს 1.120, 120 არ გვაქვს, ასე რომ 1.125 და თუ ვიღებ 120 FPS-ში, შენი shadow speed-ი უნდა იყოს 1.250, რადგან 240 არ გვაქვს. ზოგ კამერებზე შეიძლება არის, მაგრამ ნუ ჩვენ კამერებზე არ გვაქვს. ნუ FX3-ს აქვს, ასე მგონია. დანარჩენ სხვა კამერებს ჯერჯერობით მე რაც მქონია არ აქვს. რატო გჭირდება ეს shadow speed-ი რომ იყოს ორმაგი? მეგობრებო, ეს blurry, რასაც თქვენ ახლა ხედავთ, ჩემი ხელის მოძრაობას, ჩვენ რომ შევინარჩუნოთ ეს shadow speed-ი, ანუ 2 იმდენი, რამდენიც მაგალითად FPS-ი გვაქვს, ამისთვის ვიყენებთ მეგობრებო ფილტრებს. რომ ვაკონტროლოთ ჩვენი shadow speed-ი. არის კატეგორია, რომელიც მიიჩნევს, რომ shadow speed-ი რაც გინდა ის იყოს, არა აქვს ამას მაინც დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მე მგონია, რომ ამას აქვს მნიშვნელობა. არ აქვს მნიშვნელობა მხოლოდ აი ამ პოზიციაში თუ იღებ რამეს, ანუ რადგან მოძრაობა აქ არ არის ახლა, ძირითადად კამერის წინ მზივარ ახლა და კამერაში გელაპარაკებით, მაგრამ მე რომ დავიწყო სირბილი, აუცილებლად შეეტყობა shadow speed-ი, ანუ რა სისწრაფით ქონდა ეს გადაღებული, არ იქნება ნატურალური. მაგრამ შეიძლება ვცდები, პირველად ვატარებ რომ მსგავს ექსპერიმენტს, სამი კამერა, სამივე სხვადასხვა FPS-ით, მაგრამ სამივე ეს იქნება ედიტორში, იქნება 24 FPS-ის timeline-ზე გაშვებული, ანუ 24 FPS-ი, 30 FPS-ი და 60 FPS-ი, სამივე ეს იქნება 24 FPS-ში გაშვებული. და საინტერესო იქნება აი აქ თუ შეეტყობა. ხო, თუ შენ მაგალითად კლიპის შენელება გსურს, ნუ ამისთვის საჭიროა რომ მინიმუმ 30 და ზევით იყოს კლიპი გადაღებული, ანუ ვიდეო გადაღებული, რადგან მოახერხო მისი შენელება, მაგრამ გაითვალისწინე ერთი რამ. შენ თუ timeline-ი გაქვს 60 FPS-ი, მაშინ 30 FPS ვეღარ შეანელებ, უბრალოდ გამოვა ძალიან უაზრობა. რამდენი FPS-ში იღებ? 24, 30 თუ 60, არ ვიცი საით ვიშვერ ხელს, არ ვიცი რომელი როგორც რას მიღებს, მაგრამ მაინტერესებს შენი აზრი, თუ შეამჩნევ განსხვავებას ამ ფრეიმებში. სულ ეს იყო მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის და რავი, იმედია შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. თუ კიდე მეტი უფრო დეტალური ინფორმაცია გაინტერესებს, უეჭველი მითხარი და არ დამეზარება, როგორც ყოველთვის გიპასუხებ, რაზეც არ უნდა იყოს კითხვა. როგორ შანვარ? motion blurry როგორი გვაქვს? და აუცილებლად დამიწერე კომენტარში რომელი გონია, რომელი იყო. მადლობა ყურადღებისთვის, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს, ვიდეოს დალაიქება და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ვეცდები კიდე უფრო საინტერესო რაღაცა ვნახო, რომ გავიზარდოთ ერთად და ვისწავლოთ ერთად ბევრი რამ კამერების შესახებ. Peace, amigos.